და ყურადღებით მოისმინეთ ყველა დეტალი და დაფიქრდით იმ ყველაფერზე, რაც მე ვთქვი. მადლობა ყურადღებისთვის და ეხლა მე და ქალბატონი მანანა ჩავერთვებით თქვენთან ერთად. ქალბატონ მანანა, აქ ბრძანდებით? დიახ, ქალბატონო ნანა, აქ ვარ, მოგესალმებით. მოგესალმებით, მოხარული ვარ, რომ აქ ბრძანდებით. წარადგინეთ თქვენი თავი თუ შეიძლება და ვინ ბრძანდება ის ბატონი თქვენი. მე გახლავართ მანანა ქარდავა ზუგდიდიდან, ამჟამად ვცხოვრობ ოჯახით გერმანიაში ემიგრაციაში. მომენტისთვის ვარ დიასახლის სამი შვილის დედა. ეს ბატონი, ვიზეთ ამ საღამოს ჩვენ უნდა ვისაუბროთ და ჩვენს და ამ სტრეს საზოგადოებას და აუდიტორიას უნდა ვამცნოთ მართლაც შოკის მომგვრელი შედეგის შესახებ არის ჩემი ახლობელი პიროვნება. ეს ბატონი გახლავთ ბიცოლა ჩემის, ანუ უფრო კონკრეტულად დედაჩემის ძმის მაზლი, ანუ ბიცოლა ჩემის ძმა. კი ბატონო, თუ შეიძლება ახლა გითხარით, რა პრობლემა ქონდა ამ ადამიანს, საიდან დაიწყო ეს პრობლემა, ჯერ ეს მითხარით, საიდან დაიწყო და მე როგორ მივიდა იქამდე, რომ გაარკვიეს რა იყო ეს და რა აწუხებდა. უпростоრად უკაცრავად ცოლის ძმა. ბავშვებმა შემოაღეს კარი და უცებ აზრი გამეფათ, ამიტომ ეს არის ბიძაჩემის ცოლის ძმა. აჰა. ნუ ხო, კარგი, მაგას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, მთავარია რა მოხდა, ამაზე ვისაუბროთ. რით დაიწყო პრობლემა? ეს მაინტერესებს პირველ რიგში. ნელა-ნელა მოკლე კითხვებს დაგისვამთ და თქვენ მიპასუხეთ, კარგით? რაც შეეხება ამ პრობლემას, ეს როგორც ჩანს, ეს პრობლემა არ არის გუშინდელი, მწვავე ფორმებში და გამოვლინების სახით ამ პიროვნებას უკვე აქვს 8 თვეზე მეტია. ამ პიროვნებას აქვს რით დაიწყო ქალბატონო მანანა, აი რა საიდან დაიწყო, აი რა შეამჩნიეთ, პირველად რა მოხდა? ამ ადამიანს სახეზე გამოუვიდა, ასე ვთქვათ, მეჭეჭივით, რაღაცა ხორცმეტებივით და ეს უფრო ქონდა ყურის მიდამოებში, პირველად საწყის ეტაპზე, ქონდა ტკივილები, მაგრამ თავიდანვე ქონდა? ტკივილები ქონდა, 8 თვე არის, 8 თვეზე მეტია. იმ პერიოდის დამატებით, რასაც ჩვენს პროდუქტებს იღებს, 8 თვეზე მეტია, რაც ეს პრობლემა აქვს, რაც ტკივილები ქონდა თავიდანვე, ამ პიროვნებას ქონდა გაუსაძლისი ტკივილები, მაგრამ ყველაზე ბოლოს მიიტანეს ეჭვი ამ დაავადებაზე. ანუ ონკოლოგია დაასკვნეს, ხო? დიახ, ონკოლოგია. ეს დაახლოებით თვენახევარი 2 თვისაც არ არის, ეს დაასკვნა, ასე ვთქვათ, დიაგნოზი რაც გააჩნიათ, თავიდან არ იყო ეჭვი ამაზე, თავიდანვე არ არიან ისეთი ოჯახი და არ ყავს ისეთი მეუღლე, პირიქით, კარგი შვილები ყავს, კარგი იმ გაგებით რომ ყურადღებიანები, რადგან ჩვენ ვიცით რომ ექიმთან მისვლა ძალიან ისეთი ის არის და განსაკუთრებით საქართველოს პირობებში, მაგრამ თავიდანვე ყურადღება მიაქციეს, წაიყვანეს ექიმთან, მოატარეს ექიმები, მაგრამ არავის ეჭვი არ მეუტანია რომ აქ რამე რთულ ფორმასთან და აი ასეთ ცუდ დიაგნოზთან ქონდათ საქმე. ანუ ამასობაში მოხდა რა? სანამ ექიმები იკვლევდნენ, სანამ ეჭვიანობდნენ და ასე ვთქვათ, მკითხაობდნენ, მანამდე ეს ადამიანი რთულდებოდა და რთულდებოდა. ანუ სიტუაცია დღითი დღე რთულდებოდა, რამდენადაც ხვდები, ხო? კი ბატონო, დიახ, სიტუაცია თანდათან რთულდებოდა, პროგრესირდებოდა. ამ ადამიანს ჩაუტარდა ქირურგიული ჩარევა, ანუ იმ მიდას ყურის იმ მიდამოში. შეიძლება აქედან ძალიან ფაქიზად დავიწყებთ ლაპარაკს. თუ შეიძლება აქ ჩაკითხვებით გეტყვით და აი ეს ცოტა ისე ძალიან მინდა გავუსვათ ამ ყველაფერს ხაზი. რა ქირურგიული ჩარევა ცოტა რბილინად თქვამია, ხო? მე ასე ვიტყოდი, მე თქვენგან უკვე ეს ინფორმაცია მოსმენელი მაქვს და იმიტომ მინდა რომ მსმენელმაც უფრო კარგად მოისმინოს ეს ყველაფერი. უყურეთ რა ხდება. ჯერ იწყება მკითხაობა, მეგობრებო.
ამდენი ხნის მანძილზე იკარგება დრო, ხვდებით ხო ყველანი? იკარგება დრო, ადამიანს სჭირს სერიოზული რამ, ვერ მიხვდნენ. კლასიკური მედიცინა ვერ მიხვდა რა ხდება მანამდე და როდესაც მიხვდა, დაიწყო ქირურგიული ჩარევა. სანამ მიხვდებოდა, ამ ადამიანმა დაკარგა უამრავი დრო. შემდეგ თავისთავად აქ თანხებიც ესეც უნდა ვიგულისხმოთ, ხო? შემდეგ გადაწყვიტეს ექიმებმა მკითხაობის შემდეგ უკაცრავად ყველა ექიმებთან, მე არ ვეხები ყველა ექიმს, მაგრამ უბრალოდ გული მისკდება ამაზე რომ ლაპარაკობ ხო. შემდეგ ამ მკითხაობის შემდეგ როგორც იქნა მიაგნეს სიტუაციას, მიხვდნენ რა იყო და დაიწყეს ქირურგიული ჩარევა ონკოლოგიაზე. ექიმები მყავს, დედის ხარე სულ ამას ვიძახი. ყოველთვის ის მესმოდა ონკოლოგია და დანა ძალიან შორს უნდა იყვნენ ერთმანეთთან. მაგრამ მოხდა ასეთი ჩარევა. ჩარევა მოხდა საშინელი. პირველად რა მოაჭრეს ქალბატონო მანანა? პირველად პირდაპირ უხეშად თქვა ყველაფერი როგორც იყო. ხო, პირველად ყურის ადგილას მოხდა ქირურგიული ჩარევა და იქნა მოჭრილი. ყური მოაჭრეს. კი ბატონო, შემდეგ ეს გავრცელდა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ამას უკვე რთული ფორმა ჰქონდა და გავრცელდა სად? გავრცელდა მთლიან სახეზე, ანუ ალაგ-ალაგ ამოვიდოდა, იკარგებოდა, ეხა ამ მომენტისთვის ცხვირზე აქვს ესენი ამოსული პატარ-პატარა რაღაცეები. მეორე ყურზეც გადავიდა, გასიებული ქონდა მარცხენა მხარეს, თვალი, ლოყა, ყბა, ყური, აი ნახევარის სახე თითქოს ორ ადამიანს ეკუთვნოდა, იმ დონეზე ქონდა გასიებული, დახშული ქონდა მარცხენა მხარე, ანუ ყური დახშული ქონდა, ასე ვთქვათ, ყურის ჭხირითაც ვერ ხდებოდა მისი ამოწმენდა, ძალიან დაცობილი იყო, ქონდა გაუსაძლისი ტკივილები, ქონდა ძალიან გაუსაძლისი, არანაირი ტკივილდამაყოჩებელი ამ ადამიანთან არ მოქმედებდა. აი როგორ აღწერო, როგორ ვთქვა, როგორ გადმოვცე, ადამიანი მამაკაცი ცხარეცრემლებით ტკიოდა, ისეთი ტკივილი ქონდა, იმდენად ტკიოდა, დღე-ღამე გაერთიანებული ქონდა, არაფერი აღარ უყუჩებდა. შემდეგ კიდე რა მოაჭრეს? უნდათ ისევ მეორე ოპერაციის ჩატარება და აი ამ რახან ცხვირის ტერიტორიაზე იყო, ცხვირზე უნდათ ქირურგიული ჩარევა, მაგრამ ამ ადამიანმა სასტიკი უარი განაცხადა, მირჩევნია ისევ მოუკვდა, ვიდრე ყურმოჭრილი, ცხვირმოჭრილი ვიყო და აღარ გაიკეთა მეორე ოპერაცია. თავის და საბედნიეროდ, თორემ დარწმუნებული ვარ და თვითონაც დარწმუნებულები არიან, რომ მეორეჯერ ჩარევა რომ ყოფილიყო, ძალიან ცუდი შედეგით დამთავრდებოდა. ანუ ესე იგი აპირებდნენ ასევე ცხვირის არეში მოჭრას. ჭრელობას იგი მამოჭრას და ესე სადაც კი დაინახავდნენ ამ მონეზერს, ყველაფერი უნდა მოეჭრათ ამ ადამიანისთვის. ისე გამოდის, ხო? კი ბატონო, ლოკალურად სადაც აღმოცენდებოდა, ეს როგორ ჩანს სოკოსავით არის, ანუ ერთ ადგილას მოჭრიდა, 3 დღის მერე, როდესაც იწვიმებს მეორე. ეს სტატისტიკა, ეს ცნობილი ფაქტია, როდესაც ჭრი მით უმეტეს ამოჭრა ხდება, იქ ყოველთვის პირიქით უარესი შედეგები იდება. ეს მე ვიცი, არა ექიმმა, არა სპეციალისტმა, საერთოდ მედიცინის მიმართულებით, რომ საერთოდ არაფერი არ გამაჩნია, მე ვიცი ეს. და ძალიან საკვირველია და გასაკვირია ეს, რომ სპეციალისტები ჩადიოდნენ ამას და სპეციალისტები აკეთებდნენ ამას. და ძალიან საკვირველია ისიც, რომ ეს ყველაფერი ხდებოდა ბიოპსიის გაკეთების გარეშე, აი ძირფესვიანად ღრმა გამოკვლევების გარეშე, უბრალოდ მივიდა ექიმთან და იქიდან წამოვიდა ეს ქირურგიული ჩარევა, იქიდან წამოვიდა თითქოს დამკურნალობა, მაგრამ ეჭვი საქართველოში იმ მომენტისთვის არავის არ მეუტანია, რომ აქ შეძებოდა ძალიან რთულ დაავადებასთან ყოფილიყო საქმე, გაეკეთებინათ დათესვას, ბიოპსია, რა ვიცი, ახლა შეიძლება მე სამედიცინო ტერმინოლოგიაში ვერ ვერკვევი, მაგრამ მსმენელი მიხვდება რისი თქმა მინდა. ანუ ღრმა ანალიზი არ გაკეთებულა და ისე
ბოდის ვიხდი ყველასთან, ზერელე მიდგომით ხდებოდა ამ ადამიანის ბრჭყალებში მკურნალობა, თუ შეიძლება ამას მკურნალობა ეწოდოს. ხო. საბოლოოდ დასკვნა, რამდენადაც ვიცი, იყო იშვიათი ფორმის, ძალიან ურთულესი ფორმის ონკოლოგია სულ ბოლო სტადიაში. ხო? ასე მახსოვს მითხარით. კი ბატონო, ასე იყო. შემდეგ როდესაც ექიმებმა შესთავაზეს მეორე ოპერაცია ცხურის მიდამოში, კატეგორიული უარის შემდეგ ამ ოჯახმა გადაწყვიტა წასულიყვნენ თურქეთში და იქ გაეკეთებინათ უფრო დეტალური ანალიზები, გამოკვლევები და თურქეთში დაუდგინდა მეოთხე სტადიის ავთვისებიანი სიმსივნე რთულ ფორმებში. ავთვისებიანი და თანაც რთულ ფორმებში მეოთხე სტადია. კარგად მოისმინეთ, მეგობრებო? კი ბატონო, ზუსტად ასე იყო. რა მოხდა შემდეგ? თურქეთიდან ჩამოვიდა, თუ იქ რამე მკურნალობა ჩაუტარეს? არა, იქ არაფერი მკურნალობა არ ჩაუტარდა, რადგან აქ მკითხაობის დონეზე ხდებოდა ამ ადამიანის მკურნალობა, უბრალოდ ზუსტი დიაგნოზისთვის წავიდნენ. იქ არაფერი მკურნალობა არ ჩატარებულა. ჩამოსვლის შემდეგ ამ ადამიანს დაენიშნა ქიმიური თერაპია, მაგრამ არ იყო გადაწყვეტილი, რამდენი დასჭირდებოდა, ანუ წინასწარ არ იყო, ასე ვთქვათ, გაწერილი მკურნალობის პროცესი. და ესე იგი, რამდენადაც ხვდები, თურქეთიდან გამოუშვეს, ეს იმას ნიშნავს, რომ უბრალოდ აღარანაირი იმედი აღარ ჰქონდათ, რომ ამ ადამიანს რამე შეიძლებოდა შველებოდა. ასე ვფიქრობ, ხო? ეხლა ჩვენ თვითონ წარმოვიდგინოთ, როდესაც მეოთხე სტადიის ავთვისებიან რთულ ფორმებში სიმსივნესთან გვაქვს საქმე, აქ ძალიან რთულად არის საქმე, ამიტომ კი. მაინტერესებს ერთი რაღაც, დაუშვათ კვების საკითხში როგორ იყო, ჭამდა, არ ჭამდა, რა სიტუაციები იყო ამ მხრივ? არაფერს არ ჭამდა, ეხლა 24 საათი გვტკიოდეს, არაფერი გიყუჩებდეს და ჭამდე ხო ეს არა, საკვების მიღება ძალიან რთულად იყო იშვიათად. გასაგებია. ისე მოცულობით დაუშვათ წონაში მოიკლო, არ მოიკლო, რა სიტუაცია იყო? ის ზოგადად სუსტი აღნაგობის ადამიანი არის, მაგრამ იმასთან შედარებით, რაც მას თავისი ცხოვრების მანძილზე თავისი წონა აქვს და რაც მას ფიზიკურად ახასიათებს, იმასთან შედარებით არის წონაში დაკლებული. შემდეგ, რა თქმა უნდა, თქვენ შესთავაზეთ კომპანია ლირგუდის პროდუქტები. ასე ვიცი, ხო? პირადად მე არ შემითავაზებია, მართალი გითხრათ, მაგრამ მისი დიშვილი, ანუ ჩემი ბიძაშვილი არის ჩვენი პარტნიორი, კომპანია ლირგუდის პარტნიორი და ამ ადამიანს ერთი სული ჰქონდა და სულ ამის მცდელობაში იყო შეეთავაზებინა, მაგრამ რადგან ჩვენ დიაგნოზი აღარ ვიცოდით ზუსტად, ეხლა ამ პარტნიორმა მისმა დიშვილმა ეს იცოდა თავიდანვე, მაგრამ რადგან დიაგნოზი აღარ ვიცოდით, რაღაცნაირად თავს იკავებდა შეთავაზებისგან, მაგრამ მას შემდეგ რაც ჩამოვიდა ეს თურქეთიდან და გახდა ცნობილი, შესთავაზა ჩვენი კომპანიის დანამატები და ამ ადამიანის და საბედნიეროდ და მართალი გითხრათ, ჩემდა გასაკვირად, რადგან ადამიანები იშვიათად ინტერესდებიან ასეთ შემთხვევაში და ამგვარ სიტუაციაში, აი ასეთ კომპანიებში, აი ასეთი იმგაგებით, რომ ეს არ არის მაინც და მაინც ცნობილი, მაგრამ ეს ადამიანი დათანხმდა და ჩემმა ბიძაშვილმა ერთი ჩვენი პარტნიორის დახმარებით ჩვენ გავაკეთეთ შეკვეთა, მიიღო უბრალოდ დაველოდეთ პროდუქციას და სანამ პროდუქტი ჩამოვიდოდა, მანამდე ამ ადამიანს ჩაუტარდა ერთი ქიმიური თერაპია, ანუ უფრო ადრე უკვე ვეღარ ესწრებოდა, იმიტომ რომ საერთაშორისო ველნეს პაკეტი იყო შეკვეთილი და თქვენ იცით, რომ ამის ჩამოსვლას დრო სჭირდება, მის გარდა კიდევ სხვა პროდუქტებიც იყო შეკვეთილი, სულ 10 პროდუქტს, ჩვენი კომპანიის 10 პროდუქტს ღებულობს და სამ სხვადასხვა შეკვეთაზე გავანაწილეთ და სამივე სხვადასხვა დრო დასჭირდა ჩამოსვლისთვის და აი ამ შუალედში მოუწია ამ ადამიანს ქიმიური თერაპიის ჩატარებამ, რაც თავისთავად ერთი დიდი
ტრაგედია არის თურმე ისეთ ტკივილთან და შემდეგ ქიმიის მერე ისეთ პროცესებთან, თანმხლებ პროცესებთან არის დაკავშირებული, რადგან ეს როგორც ჩანს, რამოდენიმე დღე ძალიან ტკივნეული და ცუდ ფორმებშია. კი, ეს ყველამ ვიცით, რომ ძალიან რთულია, მით უმეტეს ასეთი რთული ფორმის თუ ქონდა ონკოლოგია, ქიმიოთერაპიის შემდეგ ეს არის ძალიან ცუდი შეგრძნებები, უკაცრავად ყველასთან გულისრევის შეგრძნებები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ძალიან ცუდად ხდება ადამიანი მაგ დროს და ეს რთულად გადასატანია. რაღაცა პერიოდი, რა თქმა უნდა. ასევე ჩვენ ვიცით, რომ ქიმიოთერაპია, ვიცით, რომ ისევე როგორც კიბოს უჯრედებს თითქოს და კლავს, ასევე ჯანმრთელ უჯრედებსაც მასთან ერთად კლავს და შედეგი დადო ქიმიამო, ჯერ ისტორიას არ ახსოვს, ესეთი რამე არ მომხდარა, რაღაც დროებითი პროცესი, ალბათ პატარათი ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივების პროცესი, ისიც თუ გაუმართლა იმ შემთხვევაში მაქსიმუმ მე ვიცი, ყავდა მეგობრები ონკოლოგიოდ დაავადებულები და მაქსიმუმ ასეთი თერაპიებით ისიც, ასე ვთქვათ, პირველ, მეორე, მესამე სტადიებში უშველია და რაღაცა 3 წლით გაუხანგრძლივებია სიცოცხლე და მერე მაინც, ასე ვთქვათ, ლეტალური შედეგი, სავალალო შედეგი კვდება ადამიანებს. აი ეს არის და, ყოველ შემთხვევაში შემდეგ რა მოხდა, ჩამოვიდა ალბათ პროდუქტიც. კი, ჩამოვიდა პროდუქტი, ამ პერიოდისთვის, როგორც ვახსენე, ერთი ქიმიური თერაპია ჩატარებული ქონდა, ზუსტად მახსოვს, რა დღე იყო, რა რიცხვი იყო, 20 აპრილს. ამ ადამიანმა დაიწყო ჩვენი პროდუქტის მიღება და ყველანი მე გერმანიაში, მისი შვილიც გერმანიაში, დანარჩენი საქართველოში გულის ფანცქალით ველოდით იმედი რა თქმა უნდა, მაგრამ აი პირველი ემოცია, პირველი მოლოდინი, ვაიმე რამდენ ხანში რაღაცა კარგი შედეგი გვექნება. მინიმუმ ტკივილის მოხსნაზე არის საუბარი, თორე ხა მეოთხე სტადიის რთულ ფორმებში ავთვისებიანი ქონდეს ადამიანს და რაღაცა კარგ შედეგს დაელოდო, მე მგონი ეს ციდარვარსკვლავის მოწყვეტა გინდოდეს მაგის ტოლფასია, მაგრამ მოვიდა კარგი ამბავით დაგვეწია გერმანიაში. და ძალიან რო არ დავზაფროთ ჩვენი მსმენელები 20 აპრილს დილას მიღებულმა კვირა დღე იყო, დილას მიღებულმა ლივგუდის პროდუქციამ 21 აპრილს ორშაბათს საღამოს მოგვცა შედეგი და რა იყო ეს შედეგი? მაშინ, როდესაც 8 თვის მანძილზე ადამიანს ტკივილი აღარ უყუჩდებოდა და უკვე ვისაუბრე ამაზე, იმ საღამოს ადამიანმა ტკივილ გამაყუჩებლის გარეშე დაიძინა და ეს იყო სენსაცია, მეგობრებო. აი, მართლა სენსაცია. ეს ერთი, მეორე დღესვე, ანუ პროდუქტის მიღებიდან მეორე დღესვე, ბოდის მოვითხოვ, მაგრამ უნდა ვთქვა და ვახსენო, იმ დაცობილი აუცილებლად, რა თქმა უნდა, არ არის სასიამოვნო და გავაფრთხილე ხალხი. იმ დაცობილი ყურიდან, სადაც სმენა აღარ ქონდა 8 თვე და სადაც რომელიც ძალიან გაცილებული იყო და ასე შემდეგ, გაიხსნა, ასე ვთქვათ, სადინარი, არ ვიცი რა არის, ამ მომენტისთვისაც ეს უცნობია, გაიხსნა და დღემდე მოდის სითხე. ის რასაც ქმნიდა პრობლემას. კი ბატონო, ის რაც ქმნიდა პრობლემას. წამოვიდა სისხლი, წამოვიდა სიბინძურეები, ნენა ის სიბინძურე გაიწმინდა, მაგრამ ამ მომენტისთვის სისხლი ნენა მაინც მოდის. ანუ ბოლომდე არ არის გაწმენდილი, ბოლომდე არ არის გასუფთავებული და გახსნილია მარცხენა ყური. და სიბინძურე მაინც სისხლი მოდის ამ წუთისთვის. ესე იგი სუფთავდება და ძირითადი მთავარი წამოვიდა პირველ ეტაპზე. კი. და ის ფაქტობრივად დაიცალა ეს ყველაფერი და მე ასე მახსოვს, რომ ახლა ახალი პრობლემა გახდა ოჯახშიო, თქვენ მითხარით ქალბატონო მანანა. არ ვიცით სად მოვძებნოთ იმხელა ხარი, რომ ამ ადამიანს ეყოს საჭმელად. ასე მახსოვს. ხომ ასე იყო? კი, ხა მიშახო. მანამდე პირველი ქიმია ჩაუტარდა
და როგორც ჩანს ყოველი ქიმიის მერე იღებს ანალიზს რომ მოხდეს კონტროლი ანალიზში მეორე ქიმიის დროს გაუკეთდა ანალიზი გაეგზავნა თბილისში მკურნალ ექიმს და მაშინ როდესაც პირველი ქიმიის შემდეგ ანალიზებმა აჩვენეს რომ რაღაცა სასიცოცხლო ანალიზებში რაღაც ცვლილებები იყო და საჭიროებდა ხელოვნურ ჩარევას და ხელოვნური ჩარევით რაღაც ნემსებით რომელიც მუცლის არეში კეთდებოდა და გაუკეთდა პირველი ქიმიის დროს ანალოგიურად მეორე ქიმიის დროს გაკეთდა ანალიზები გაეგზავნა ექიმს მაგრამ იქიდან ტელეფონის მყურმილის მეორე მხარეს მოისმა ასეთი რამ რომ არ საჭიროებს ამ მომენტისთვის არანაირ ჩარევას რადგან ყველაფერი შეძლების დაგვარად არ უთქვია ექიმს რომ ყველაფერი არის 100%-იანი მაგრამ შეძლების დაგვარად ამ ეტაპისთვის ყველაფერი არის დამაკმაყოფილებელი და არ საჭიროებს არანაირ ჩარევას ანუ მეორე ქიმიის დროს არავითარი ნემსები არ გაუკეთებიათ ანუ წინ წამოვიდა ორგანიზმი გამოყვა ამ პროდუქციას და წინ წამოვიდა ორგანიზმი მეორე ქიმიის დროს ასე მახსოვს ქალბატონო მანანა რომ თქვენ მითხარით რომ ის შეგრძნებები რაც მაშინ იმ ქიმიის დროს ქონდა მეორე ქიმიის დროს ფაქტიურად აღარ ქონდა არანაირი შეგრძნებები კი შეგრძნებები აღარ ქონდა ცოტა იქით ნაწილობრივ რადგან ეს ადამიანი ცხოვრობს ზუგდიდში და ქიმიისთვის დადის თბილისში ამიტომ გზაც თავისთავად დამღლელია და იმდენად აღარ იყო ეს პროდუქტი ორგანიზმში გაჯერებული ნაწილობრივ რაღაცა სუსტად გრძნობდა თავს მეორე ქიმიის დროს მაგრამ მესამე ქიმიამაც უწია დაახლოებით 1-10 დღის უკან ანუ ერთი თვე არის პროდუქციას ღებულობს და ამ ერთი თვის მანძილზე ორი ქიმია მოუწია გაეკეთებინა და მესამე ქიმიის დროს ანუ პროდუქტის მიღებიდან მეორე ქიმიის დროს ამ ადამიანს არავითარი ცუდი შეგრძნება არავითარი ღებინება და ასე შემდეგ ის თანხლები პროცესი რაც ახლავს მესამე ქიმიის გაკეთების შემდეგ ამ ადამიანს არაფერი არ ქონდა ჩვეულებრივად ეს მომენტი მაინტერესებს ცოტა იუმორი ჩავრთოთ როგორც მოხდა ზუსტად ისე როდესაც ექიმმა კითხა რა ხდება და რატომ არის ასეთი ცვლილებები ამ მის ორგანიზმში ხო მესამე ქიმიის დროს ვახსენე რომ თბილისში დადის და იქ იკეთებს ქიმიურ თერაპიას ექიმს უკითხია შენ რამე დამატებით სხვა რაღაცას ხომ არ ღებულობ ამას უთქვია არაო რეზოქია ამ ბატონს რეზოს უთქვია არაო ეხა როგორ არაო მე ექიმი ვარო შენ ვერ მომატყუებო შენს გაზდა ნუ ეხა ონკოლოგია ის ექიმი და 1000 პაციენტი მყავსო რომლებსაც ცუდი ანალიზები აქვთო და ამ პაციენტებს შორისო შენ გაქვს ყველაზე უკეთესი ანალიზის ამ პაციენტებს შორის საუკეთესო ანალიზი გაქვთ და რას ღებულობო ამ ადამიანს უთქვია ბოსტნეული და მწვანილი მიყვარს და დილა საღამოს გეახლებითო ექიმს უთქვია კაი ბატონო მით შენი ბოსტნეული და მწვანილია და დამჯეროს დაუჯერა მაგრამ მაინც ხო ეხა ექიმს ქონდა იმის განათლება მიხვედრილი იყო რომ ბოსტნეული და მწვანილით ეს შედეგი არ დადგებოდა მაგრამ რახან პაციენტმა არ უთხრა მანაც პაციენტის სურვილს ასე ვთქვათ პატილისცა არ ჩაეკითხა და რჩევა მისცა რომ გააგრძელე შენი ბოსტნეულის და მწვანილის იცი სიმართლე რომ თქვენ ბოსტნეულ და მწვანილს ჭამს მართლა უბრალოდ გუთკინებით შეკმასულია ეს ყველაფერი სუპერ მწვანილს ქალბატონო ნანა კი ბატონო ამას ვიმალავდით დედა გავგიჟდები აი ასეთი შედეგი დაიდო და აი ახლა ის ადამიანი როგორ იყვებება და რა ხდება ესეც აი ამით ხო მანამდე თუ უმადობას უჩიოდა ეხა უმადობას აღარ უჩივის და ერთი ხარი აღარ ყოფნის ასეთი შეგრძნება მაქვს ხო სადილის დროსო თუ ტკივილი გამაყუჩებლებით დადიოდა და თავის წამოწევა აღარ შეეძლო ეხა გაზაფხულია და გვიანი გაზაფხულია სამეგრელოში საქმეებს რა გამოლევს თოხი ბარი ხელიდან არ გაუგდიათ ხილნარს ასუფთავებს და მოკლედ არის ერთ ამბავში ასე რომ ჯერ კიდევ სასიამოვნოდ არ ვართ ამ შოკიდან გამოსული
ასეა, ნამდვილად ასეა და მე რომ ქალბატონმა მანამ დამირეკა, პირდაპირ ასე გამაფრთხილა. ნანა, თუ ფეხზე დგახარ, გთხოვ დაჯექი, სასწაული მოხდა ჩვენთანო და მართლაც ეგეთი რაღაც მოვისმინე და აი დღემდე შოკში ვიყავი და არ ვიცოდი, აი ერთი სული მქონდა, როდის თქვენამდე მოვიტანდი ამ ამბავს და აი ახლა მითხარით, მეგობრებო, ეხლა მე მინდა ყველა შეძლების დაგვარად ჩაერთოთ, ეხლა სხვა პრეზენტაციებთან და სხვა სიტუაციებთან დაკავშირებით ცოტა სხვა გვაქვს, ეხლა განსხვავებული შეხვედრა გვაქვს და მე მინდა ახლა კითხვა დაგისვათ.